საქართველოში იეზიდთა სახლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, ამასთან დაკავშირებით მსოფლიოს იეზიდთა საერო და სასულიერო ლიდერები საქართველოს ესტუმრნენ და იეზიდთა ცენტრის მშენებლობის დაწყება აკურთხეს იეზიდთა სახლის ხელმძღვანელის განცხადებით. მაშინ განთავსებული იქნება სკოლები, აშენდება ტაძარი, სადაც რიტუალები და ლოცვები ჩატარდება. იეზიდთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, მსგავსი ცენტრის მშენებლობა დაწყებულია სომხეთსა და გერმანიაში. მიზნად ისახავს ეზიდთა კულტურის შენარჩუნებას, სასულიერო და რელიგიური ფასეულობების შენახვას, ასევე ახალგაზრდებთან მუშაობას, რათა ხელი შეუწყოთ მათ ინტეგრირებულები იყვნენ ქვეყნის საზოგადოებაში და უკეთესად გაითვითცნობიერონ საკუთარი ადგილი ჩვენს ქვეყნის ცხოვრებაში. საფუძველს უყრიან კულტურული ცენტრის აშენებას, რომელთანაც ერთად იქნება სამლოცველო სახლი. ამასთან დაკავშირებით ერაყის კურცესტაინიდან არიან ჩამოსული ჩვენის ერთადერთი დედამიწის ზურგზე სალოცავი არის ლალეში და მაგის წარმომადგენლები და ასევე საერო ჩვენი მირი, ეზიდების მირი არის ჩამოსული, რომელიც აკურთხებენ ამას და აქ აშენდება კულტურული ცენტრი თავის სამლოცველო სახლით.